გამოცეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. თავი 24. ციხის კონგურებივით. ალექსანდრე სულხანიშვილს თუ ვერ წმუნებით, ჭრილობისაგან მას მარჯვენა ფილტვის თავი ჰქონდა დაზიანებული. ის გადაექცა კაჟივით მაგარ კაცს მომაკვდინებელ ჭლექად. ეს ის ჭრილობა სარაყამიშის დაცვისას რომ მიაყენეს და ამდენი ხნის შემდეგ თურმე ასე სავალალოდ უჩენია თავი. ამასვე ადასტურებს სხვა შეფიცულიც, ალექსანდრე კარგარეთელი. აქ დაეწყო მას ავადმყოფობა, რომელიც მისთვის საბედისწერო გახდა. გაეხსნა ძველი ჭრილობა, გაუჩნდა შიგ იარა. ხოლო შალვა მაღლაკელიძეს თუ ვერ წმუნებით, ერთ საღამოს მიადგნენ ქაქუცას. მოგეხსენებათ, პოლიციელები სიცილიელები არიან, ნაპოლეონის დროიდან მოყოლებული და მიადგნენ ქაქუცას სასტუმროში. ეს სიცილიელები ოხერი ხალხია და შეუმტვრიეს კარი. ქაქუცა არ დანებდა და ცემეს სასტიკად. იმიტომ რომ წინააღმდეგობა გაუწია. ისე ცემეს რომ გაუფუჭეს ფილტვები, დაიჭირეს, წაიყვანეს ციხეში, 6 თვე ამყოფეს ციხეში. ამ შეჭრისა და დატუსაღების მიზეზი რა უნდა ყოფილიყო? გერმანელთა გენერალურ შტაბს გადაეწყვიტა, რატიღა ინტერვენცია არ გაჭრა და ყველგან დავმარცხდით. ამიტომაც ეკონომიკურად უნდა დავცეთ საბჭოთა სახელმწიფო და დაებეჭდათ საბჭოთა ჩერვონეცი, რომელიც ოქროთ ფასობდა. მიეწვიათ შალვა ქარუმიძე ბერლინში, როგორც ავანტურისტი და მიეცათ რამდენიმე ჩემოდანი ჩერვონეცი გასავრცელებლად. ავანტურისტსაც არ აკმარებს მემუარისტი და განმეორებისას ეპითეტსაც დაურთავს დიდიო, თუმცა არც იმას დაუვიწყებ ხევსურეთის მეფე კაციო. წამოეღო ეს ყალბი ფული პარიზში საბჭოთა ხელისუფლების ეკონომიკის დასაქცევად და ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად სწვევია რესტორან კორნილოვს. კერენსკის დროს რომ გადატრიალება სურდა მოეხდინა გენერალ კორნილოვს, მის პატივსაცემად დაეარსებინათ ეს დიდი რესტორანი. შალვას ქალები და ქეიფი უყვარდა, ქაქუცას ხომ უყვარდა და უყვარდა. სუფრა რომ გაუშლიათ და ქაქუცა შემთვრალა, კიაპი ამ სცენას შესწრებია. შემთხვევით ვითომ? კიაპი კომუნისტური ფრაქციის დეპუტატი პარლამენტში, პარიზის პოლიციის უფროსი და ის პოლიციელები მას მიეგზავნა და შესაფერისადაც მოემზადებინა წინასწარვე. მემუარისტი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ შეფიცულთა ბელადი შალვა ქარუმიძესთან ერთად იმყოფებოდა რესტორანში და არა, ისიც განდობილი იყო და მონაწილეობდა ყალბი ჩერვონეცების გავრცელებაშიო. ისე სათაკილო ამაში არც არაფერი იქნება, კიდეც რომ სცოდნოდა და სულაც დაეკვალიანებინა ძველი მეგობარი. განა ერთად არ მოკრიბეს და ჩამოიყვანეს ხევსურები თბილისში არსენალის დასაცავად. საკუთარ კეთილდღეობას ხომ არ ესწრაფოდა. ისევე იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინა ეს ყალბი ფული, თოფ იარაღით რომელსაც ებრძოდა თავდაუზოგავად. სამხედრო ფრონტმა გაუმთხუნა იმედი, იქნებ ეკონომიკურ ფრონტს გაემართლებინა
ყოველ შემთხვევაში ცდად უთუოდ ღირდა. ასეა თუ ისე ყალბი ჩერვონეცების არსებობა მარჯვე საბაბი აღმოჩნდა კომუნისტური ფრაქციის დეპუტატისათვის. თუმცა უსაბაბოდაც რაღაცას მოუწყობდნენ ეროვნული აჯანყების ხელმძღვანელს. საბოლოო მარცხის მიუხედავად, ბევრი მწარე დღე რომ გაუთენებია ბოლშევიკურ ხელისუფლებას და საქართველოში ჯერაც მისი ხელახალი გამოჩენის იმედით სულთგმულობდნენ და პარიზშიც ისეთი ზეიმით ხვდებოდნენ ეროვნულ გმირს როგორც შეჰპერის. საბჭოთა უშიშროების სამსახურს რაღაც უნდა ეღონა და იქ მაინც მიწვდომოდა, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთილიყო მისგან მოსალოდნელი მღელვარება. მიწვდომია და ეგაა, თუკი შალვა მაღლაკელიძე უსაფუძვლო ჭორებს არ ეყრდნობა და მისი ნაამბობი მეტნაკლებად მიესადაგება სინამდვილეს. მაგრამ ალექსანდრე სულხანიშვილი გაკვრით, ბუნდოვანი მინიშნებითაც რომ არ ახსენებს რაიმე ამგვარი ეპიზოდის არსებობას. არც პოლიციელთა ველურ შევარდნას მის ოთახში, არც ქაკუცას 6 თვიან პატიმრობას. და ეს მაშინ, როდესაც ნაბიჯ მიხვება მისი ბიოგრაფიის ქარგას. ის კი არა აგერ საგანგებოდ გვამცნობს, სარაყამიშის ჭრილობა გაუმიზესდაო. რა გამოდის? ან შალვა მაღლაკელიძის ნაამბობია ვიღაცების სურვილის ნაყოფი და არა რეალობა და ან ალექსანდრე სულხანიშვილისა. და საერთოდ შეფიცულებს ისე განუცდიათ ქაკუცა ჩოლოყაშვილის თავზე დატრიალებული ეს უამური შემთხვევა, ურჩევნიათ რომ არა მარტო მისი ბიოგრაფიიდან ამოშალონ, არამედ საკუთარი მეხსიერებიდანაც. პოლიციელთა თავდასხმა მოახვედრა ოცსაუა სანატორიუმში. ეს ერთი ვერსია. ძველმა ჭრილობა მიჩინა თავიო, ესეც მეორე. არადა, ერთიც უმნიშვნელო მიზეზი იქნებოდა და მეორეც. რომანტიკული რაინდული ეპოქის შვილები ასე უბრალოდ, ასე ნატურალისტურად არ იღუპებიან. თუნდაც ბედის ირონიის გამოისობით, სულ სხვა ხანაშიც მოუწიოთ ცხოვრებამ. არა რაინდულ ეპოქაში, სულაც ღმერთს მოკლებულ დროში. მათი ხვედრი ყოველთვის მაინც ერთია. ისინი ზეზეულად თუ ჩამოიქცევიან ციხის კონგურებივით და მხოლოდ ასე შეუერთდებიან თავთავიან თერს. ამ ზეზეულად ჩამოქცევის სურათია ქაკუცა ჩოლოყაშვილის მიმოწყდომაც, დაუმცხრალი მღელვარებაც, ექიმთა ყოველი მოთხოვნის უსიტყვო აღსრულებაც. იქნებ მართლაც მიშველოს სანატორიუმის რეჟიმის ერთგულად დაცვამ და ტყეებში გასულ ჩემ მომლოდინე ხალხს იმედი არ გაუწბილო. ზეზეურად ჩამოქცევის სურათია ნეშტის დაფერფლის სურვილიც. ეგებ ასე მაინც შევაღწიო დაკარგულ მიწაწყალზეო. თუმცა თან ზარავს ამ ქვეყნიური არსებობის ამგვარი დაბოლოება. ქრისტიან კაცს ასეთი სწრაფვა არ შეშვენისო. ზეზეულად ჩამოქცევის სურათია ლუარსაბ თათქარიძის აჭრდილის მოლანდებაც. ბედის წერისაგან მისთვის გამოტანილი ეს განაჩენი. სხვა ხვედრზე ნუღარ ოცნებო, გიჯობს დაემორჩილო ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული გმირის ცხოვრების სტილსო. ჯერ შეჭიდებას მოინდომებდა ამ გარდაუვალობასთან, მაგრამ მერე თითქოს
თითქოს რაღაც ისეც იგრძნობდა, მაინც და მაინც აღარ გაუძნელდებოდა. ლუარსაბ თათქარიძის სამოსელში გამოხვევა. ის რომ სცოდნოდა, ილია სულაც ამ პერსონაჟს რომ უიგივებდა თავს, ამ სახების შექმნით ეთხოვებოდა ყველაფერს, რაც ძვირფასი და სანუკვარი ეგულებოდა, მაგრამ მათ უცვლელ შენარჩუნებას ვერ ახერხებდა და ცრემლიანი მზერით გაჰყურებდა მათ თანდათანობით გაქრობასა და დაკარგვას. ცრემლს ირონია ჩერთვოდა, მაშ რისთვის დავიბადე, რა მოხელე ვარ, თუ კი ეს ყოველივე ვერ გადამირჩენია და გლოვაღა დამშთენია მათი გაქარწყლების შემყურესო. იქნებ რაღაც მაინც გადარჩენოდა მისი შემწეობით დროის მსახრელ ხელს და თლად ფუჭადაც არ გაქრობოდა ხელიდან მისი წილი წუთისოფელი. ეს იდუმალი განცდა რომ არა, აღარც დაელოდებოდა ილია ჭავჭავაძე სოციალ-დემოკრატთა მიერ მომზადებულ აღსასრულს და თვითონვე გამოუტანდა მკაცრ განაჩენს საკუთარ თავს. გადაკარგვას საზოგადოებრივი ასპარეზიდან სადმე მიუვალ მღვიმეში დასახლებასა და იქ გალევას სიცოცხლის დღეთა. ვერ აეხსნა, რას გამოეწვია მისი დაინტერესება იმ დროისათვის მკვდარ პრობლემად მიჩნეულ განდეგილობით და რა აწერინებდა სულაც ამ პოემას ამ თემაზე. რას და საკუთარ თავს შეხურებს ბეთლემის იმ მღვიმეში, თავისი ცხოვრების შესაძლო გაგრძელებას უფიქრდება და უკირკიტებს და ამასობაში ხელიდან არ უშვებს შემთხვევას მიეტოლოს ლუარსაბ თათქარიძის სახებას, თუმდ გროტესკული ფერები არ დაეშურებინოს მისი პორტრეტის გამოსაკვეთად. ამიტომ არამც თუ გულს ვერ ატკენდნენ ამგვარი გაიგივებით, ძალიანაც გაახალისებდნენ და ხუმრობის გუნებაზეც მოიყვანდნენ. გახსოვთ, გრიგოლ ორბელიანს ძალიან გააგულისებდა ილია ჭავჭავაძის გამოცანების ფარული გავრცელება საზოგადოებაში. ფარული იმიტომ ერქვა, პრესის ფურცლებზე არ გამოქვეყნებულიყო, თორემ კითხველი იმდენი გამოსჩენოდა და ხელიდან ხელშიც ისე გადადიოდა, გამოქვეყნებას ისევ ესჯობდა. გამჭვირვალე მინიშნებანი თვალნათლივ წარმოუსახავდა საზოგადოებრივ ყოფაში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულ ადამიანებს, აღზევებული, ხელისუფლებასთან ყველაზე მეტად დაახლოებული კასტის დაცემულ მორალს და თვითოეული პერსონაჟის შეუფარდებელ სილუეტს. 60-იანი წლების დამდეგს რომ გამოეწვია ილიას დიდი ალიაკოთი საზოგადოებრივ ცხოვრებაში თავისი ორიოდე სიტყვით, გრიგოლ ორბელიანი იმ ძაფრ შეხლა-შემოხლას არ გაჰკარებია პრესის ფურცლებიდან. უიმისოდ ჩაევლო იმ ბატალიებს, მაგრამ ამჯერად 10 წლის თავზე აღარც გული მოუთმენდა და ვეღარც ვერაფერი შეაკავებდა და გამოცანების პასუხად ისეთ მწვავე პოეტურ სტრიქონებს შეთხზავდა, თვითონვე გაუკვირდებოდა, ეს რა დამმართნია და 1872 წლის ვერსიას 2 წლის შემდეგ საკმაოდ შეარბილებდა. პოეტურ გამოხმაურებას გამოცანების პასუხი ხელს ძველი სემინარისტი აწერდა. თუმცა როგორც გამოცანების ანონიმური ავტორის ვინაობა არ დაფარულიყო, ისევე იოლად გაიშიფრებოდა ეს ფსევდონიმიც და ილია ჭავჭავაძესაც მოეხსენებოდა გრიგოლ ორბელიანი, რომ აბობოქრებულიყო და
მთავარი ოპონენტის სილუეტი 2 სიტყვაში ასე სარკასტულად ჩაეწერა: ის ლიბერალი, ბურთივით მრგვალი. იქვე ეს ირონიული სტრიქონებიც მოედინებოდა: ზნეობის მცველი ამას ჰქადაგობს, ლოცვა რად გვინდა, ღმერთი რად გვინდა, ჩვენი გონება არს ჩვენი ღმერთი. არანაკლებ მსუსხავი, მაგრამ ილია მაინც ამ ლაკონიურ დახასიათებას გამოარჩევდა: ის ლიბერალი, ბურთივით მრგვალიო და ატრიალდება მეუღლესთან მიწერილ ბარათებში. ისე იცინებდა და იხალისებდა, თითქოს სარკაზმი მას კი არ შეეხებოდეს, არამედ ვიღაც სხვას. იქნებ ნიშნსაც უგებდა საკუთარ თავს. ეგე იყავი ეგრე გასუქებული და იწუნია იმის გამო ირონიული ისრებიო. ასეა თუ ისე 1873 წლის 4 მაისს დუშეთიდან გამოგზავნილ ბარათში ოლღას თხოვს. კატოს გადაეცი, რომ ჩემთვის ტყუილად დაურქმევია ტიხჭორაო. მე კლასიკური სახელი მაქვს, გრიგოლ ორბელიანისაგან მოცემული, ის ლიბერალი, ბურთივით მრგვალი, სხვა სახელს არ კისრულობ. იმავე წლის 11 მაისს იმავე ქალაქიდან გამოგზავნილ ბარათში კომიკურ სურათს რომ აღწერს, თუ როგორ აირია სიხარულისაგან გამშრალი ბერძენი და მოხვევისას ილიას პირის მაგიერ მუცელზე აკოცა, დასძენს. მართალია ჩემი მუცელი, როგორც მოგეხსენება, პატივისცემით გაბერილა, მაგრამ მაინც და მაინც კოცნისათვის დანიშნული არ არის. იმავე წლის 17 მაისს კვლავ დუშეთიდან რომ ატყობინებს, ბაქოში მიწევს გამგზავრებაო და შესჩივლებს. აქ დუშეთში რომ ამისთანა სიცხეებია, მანდ მომწვარ ბაქოში რაღა უნდა იყოს ეხლა. გზაზე ციცხეებისაგან დიდი ფიქრი მაქვს. აბა ჩემი სიმსუქნე და ჩემი სისქე კაცი და ამისთანა პაპანაკების დროს მაგისთანა შორი მოგზაურობა. იმავე წლის 3 დეკემბერს პეტერბურგიდან რომ მოსწერდა კარდანახში მყოფ ოლღას, ამცობის გუნებაზე დადგებოდა და ოხუნჯურს ბანებასად შესთხზავდა, რათა მეუღლე გულიანად ეცინებინა. ეხლა მე-12 საათია ღამისა და გონია მთელს კარდანახს ძინავს. ვინ იცის, ვინ რას ახედავს სიზმარში. ერთისა და სიზმარი მეც მესიზმრება. იმ ერთს ეხლა ძილში თვალწინ უდგა ერთი ბაჯაჯღანა, პირმრგვალი, ბურთივით რგვალი ლიბერალი, გრძელთმიანი, შავწვერა, ფაშვიანი და იმას ელაპარაკება ძილში. ნეტა რას ელაპარაკება? ისიც ვიცი რას ელაპარაკება, მაგრამ შენ არ გეტყვი? იცი რატომ არ გეტყვი? იმიტომ რომ შენ უფრო კარგად იცი რას ელაპარაკება. თუ ქალი ხარ და გამოიცნო ის ერთი ვინ არის, რომლის სიზმარსაც ეხლა მეც თვითონ ხედავ, აბა გამოიცანი და ქალაქი შენი იქნება. იმერც ამაღამ მეცავ ნახავ სიზმარში და ბევრს ვაკოცებ. მონატრების მძაფრი განცდა იუმორით რომ სურს გაანელოს, კვლავ მისი ბურთივით სიმრგვალე მოტივტივებს ცნობიერებაში, ლიბერალობის ხსენებაც ზედემატება და კვლავ გრიგოლ ორბელიანს შეხიმებს. ეს რა შემარქვი? მართლაც კლასიკურად რა, მართლაც კლასიკურად, იუმორის გრძნობას გიწონებო. გამოცანების პასუხის ახალ რედაქციაში პასუხი შვილთა გრიგოლ ორბელიანი სრულად გააქრობდა ილია ჭავჭავაძეზე მინიშნებას, იმ პასაჟს,
ლოცვა რად გვინდა, ღმერთი რად გვინდა, ჩვენი გონება არს ჩვენი ღმერთი. ისე გადააკეთებდა და განაზოგადებდა, ძველი მინიშნების ნასახსაც აღარ დატოვებდა. ასეთი იქნებოდა მისი საბოლოო მსჯავრი, ბურთივით მრგვალი ლიბერალის სახე კი შემორჩებოდა იმ თავდაპირველი ვერსიითა და ილიას პირადი ბარათებით. ერთხელ სახელდებითაც რომ ახსენებდა გრიგოლ ორბელიანს, ერთხელ უშუალოდ გადმოიწერდა იმ შედარებას, ორჯერ კი თავის სიმსუქნეზე რომ ჩამოაგდებდა სიტყვას, ესეც იმ პოლემიკური ლექსის გამოძახილი უნდა იყოს, თორემ ასე საგანგებოდ, ვითომ რატომ უნდა გამოეკვეთა. სიცილსა და ხალისში მძაფრი დრამატიზმი ჩაბუდებულიყო იმ გაუნელებელი ტკივილის, იმ უძირო სევდის გამო, რომ თვალსა და ხელშვა უკრებოდა დაუვიწყარი სურათები, სახეები, რეალიები, ათასგვარი ხელშესახები თუ იდუმალი წვრილმანი, არსებობის გულის გულს რაც ქმნის, ვერ შეეოკებინა, ვერ დაენარჩუნებინა. მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდიო, აბა მოიკალი. მოიკალი ისე რომ ეს მძაფრი დრამატიზმი არ აგედევნოს და წამდაუწუმ არ შეგახსენოს. არსებობის გულის გულს რაც ქმნის, აკი მათი უცვლელობა მაინც გეიმედებოდა ერთხანს, მათი მაინც ვიდრე გვერდით არ ჩაგიქროლეს და ყველაზე ძვირფასისა და სანუკვარისაგან გაძარცული სამყარო არ დაგიტოვეს. ლუარსაბ თათქარიძის სახება სხვა რა არის, თუ არა იდუმალი კარნახი, ადვილად ნუ მოიკლავ წარსულ დროებაზე დარწსო, გაიცინებდი და ცრემლიც ჩამოჟონავდა დაკარგული ჟამის შემახსენებლად, აქვითინდებოდი და ღიმილიც იელვებდა და იქნებ გულიანი სიცილით შერთვოდა მანუ გეშებლად და ულმობელი გარდაუვალობისათვის თვალის გასასწორებლად. დამფერფლეთო, თავისას ივედრებოდა ქაკუცა ჩოლოყაშვილი და წარეთ შეშჩიოდა უეცრად გამოცხადებულ ილია ჭავჭავაძის აჩრდილს, ლუარსაბ თათქარიძეს დავემგვანეო. არაუშავს შემოსცინოდა და გულს უკეთებდა აჩრდილი. შენ ახლაღა დაემგვანე, მე კი მთელი ცხოვრება ლუარსაბი ვარ და ლუარსაბიო. და მკითხვას მოუტრიალდებოდა, ყველაფერი თავის გვერდით რომ ეგულებოდა როგორც საკუთარი შინაგანი ხმა და თვით სულიერი გამდეგილობის ჟამსაც თვალწინ ამიტომაც აესვეტებოდა ხოლმე მისი ხატება. ჩვენ ორის გულში რა ბალღამით ზდუხს, თქვენ თვითონვე წარმოიდგინეთო და ნიავს მიჰქონდა ფიქრიც მათი და ნიავს მიჰქონდა ფიქრიც მათი, შავად მღელვარე. ნეტა რისი დაბარება გინდოდაო, ქაკუცა ჩოლოყაშვილის ნეშტს მისციებოდა და ემუდარებოდა ალექსანდრე სულხანიშვილი. 2009 წელი 1 ივნისი 31 აგვისტო. ერთი წელი აგვისტოს ტრაგიკული ომის შემდეგ.
100 წელი 1924 წლის აჯანყების შემდეგ. ისტორია გრძელდება. ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორია. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა, ქაქუცე ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. Andrei,